ალბათ შემჩნეული გაქვთ, რომ AI ხელსაწყოები თითქმის ყოველთვის ერთსა და იმავე ტიპის დიზაინს გვიგენერირებენ. გავრცელებული Inter Ponte, Purple to Blue Gradient სტილი, ნესტით ბარათები, ჯამურად ამ ყველაფერს უკვე AI Slope ჰქვია. ეს ხდება იმიტომ, რომ AI-ს არ აქვს თქვენი დიზაინის ენა. ის ყოველთვის მიდის default-ზე. თუმცა GitHub-ზე არსებობს 10 უფასო რეპოზიტორი, რომელსაც შეუძლია რომ თქვენს AI-ს თქვენი ბრენდის DNM-ი ასწავლოს. მაგალითად, პირველი 30-ზე მეტი ბრენდის, Apple-ის, Vercel-ის, Stripe-ის და სხვა ბრენდების დიზაინები ერთ Markdown ფაილში. მეორე, Anthropic-ის ოფიციალური სკილი, რომელიც AI Slopes ჰკლავს. მესამე, Google-ის ინჟინერის 27 დეტერმინისტული წესი, რომელიც AI-ს ცუდ თვისებებს ახშობს. და ასე შემდეგ, სულ 10 სერიოზული ნამუშევარი პროექტი, რომელიც შეგიძლიათ დააინტეგრიროთ ახლავე. ნაცვლად იმისა, რომ ყოველჯერზე AI Slope-ის წინააღმდეგ იბრძოლოთ, ერთხელ დააინტეგრირეთ, ასწავლეთ თქვენი ბრენდისა და დიზაინის შესახებ და მიხევით უბრალოდ. ამ ვიდეოს კომენტარებში დაწერეთ სიტყვა UI და მე აუცილებლად გამოგიგზავნით 10-ვე რეპოზიტორის ბმულს და შეგიძლიათ ახლავე დაიწყოთ მოქმედება.